ეხლა დადგა ის ნანატრი ჟამი, როდესაც ჩვენ უკვე ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული უნდა ავხსნათ, რას ნიშნავს ისტორიულად როგორ წარიმართა ყველაფერი და რა მოიტანა და რა სიხარული და ბედნიერება აჩუქა კაცობრიობას და თითოეულ ჩვენთაგანს. ესე იგი, ჩვენ უკვე ჯვარცმაზე ვიყავით და დავასრულეთ ამის ჩვენი ესე იგი ბოლო გაკვეთილი და ვთქვით, რომ მოდი აღდგომაზე დღეს არ ვისაუბროთ, თუმცა ძალიან გვინდოდა, მაგრამ შევიკავეთ თავი და შემდეგი გაკვეთილისთვის გადავდეთ ეს შემოვინახეთ ეს ყველაფერი და აი დადგა ეს ლამაზი პერიოდი, როდესაც ესე იგი ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ეკლესიებში დაიგუგუნა ზარებმა, გაისმა ქრისტე აღდგა საგალობლები და აი მას შემდეგ ამ ბრწყინვალე შვიდეულში ვიმყოფებით ახლა შაბათია და ეს ფაქტიურად თავდება ბრწყინვალე შვიდეული, აი გუგუნებს ეს საოცარი სიტყვები და შემართება და ხალისი და ნუგეში ადამიანისთვის და მოდი აბა დავაკვირდეთ ახლა რას გვეუბნება ეს სიტყვები. ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ესე იგი მკვდარი იყო და გაცოცხლდაო და სიკვდილისა დამთრგუნველიო. თავისი სიკვდილით, ჯვარზე სიკვდილით იესო ქრისტემ ღმერთმა ის ნამდვილი სიკვდილი მოსპო და გაანადგურა და გააცამტვერა, რომელიც ჩვენ გვაშინებდა და სამოთხეს ჩამოგვაშორა და რომელიც ჩვენ ჯოჯოხეთისკენ გვიბიძგებდა და ასე თქვათ გვირევდა ჩვენ ბედნიერებას და ფაქტობრივად ჩვენში იწვევდა ძალიან ასე თქვა ტრაგიკულ განწყობას. ესე იგი ჩვენ ვიცით ასეთი რამ, რომ ყველა ადამიანი მიდიოდა ჯოჯოხეთში. ადამიანმა სამწუხაროდ ბოროტს ვერ ძლია თავის. ბოროტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა ადამიანს. მაგრამ ღმერთს ისე უყვარდა ადამიანი, რომ ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ადამიანი დაეხსნა ჯოჯოხეთისგან. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთმა იესო ქრისტემ დაითმინა ბოლომდე ჩვენი ცოდვები, ანუ ჩვენი ჭუჭყი, სულის ჭუჭყი, ჩვენი ცუდად მოქცევის ტკივილები დაითმინა თვითონ ჯვარცმით, რითიც საშუალება მოგცა, რომ ჩვენ ამ ცოდვებისგან გამთავისუფლდეთ. აი ნიას ტკივილ ცოდვებს, ნიას არასწორ ქმედებებს ითმენდა, თვითონ ისე უყვარს ეს ნია, იმიტომ ფიქრობდა ნიას სიყვარული იმდენად ჰქონდა ღმერთს, რომ ნიას გადასარჩენად უძლებდა ამ ყველაფერს, როგორც თითოეული ჩვენთაგანის. და ასეთი მხსნელი გამოჩნდა ჩვენი ღმერთი, უფალი იესო ქრისტე, რომელმაც ბოლომდე 33 წლის ასაკში ბოლომდე ჯვარზე გაკრულმა დაითმინა ჩვენი ცოდვები და აღესრულა. იცი ძალიან როს ტკიოდა, რა თქვა იცი ჯვარცმის დროს? რატომ იმატოვებ ამაო, აღარ შემიძლია ამდენი ტკივილების მოთმენაო. აი როგორც ადამიანმა იცის ხოლმე რა, აღარ შემიძლია გამანებეთ რა თავიო, აი რო გაბრაზდება მასწავლებელი და დაყრის ხოლმე წინით, გამანებეთ თავის უყველა, ან დედა რო გაბრაზდება და გამანებეთ რა თავის უყველა. აი ესე და მერე ისევ ძალები მოიკრიფა და თქვა, იყოს ნება შენიო და მოსჩილად მამის სიყვარულს, მამის ნება ბოლომდე მოსჩილად დაითმინა და უკვე რო სული განუტევა, ნიშნავს რომ ბოლომდე ყველა ადამიანის ცოდვა დაითმინა. ეს უკვე გამარჯვება იყო და ნახეთ ახლა რა მოხდა. ესე იგი, ჩვენ ხო ვთქვით, რომ სხეული არის მიწა გამოძერწა და შთაბერა მასში სული. ანუ ადამიანი არის სული და სხეულის ნაწილი. სული უკვდავი და დაუსრულებელი, ხორცი კიდე მიწა. უყურეთ ახლა, ღმერთი ხო ადამიანად იქცა
და ადამიანად ქცეულ იესო ქრისტეს ასევე ქონდა სული უკვდავი და დაუსრულებელი და სხეული. და აი უყურეთ ახლა რა მოხდა, სხეული მოკვდა ჩვენს გამო, ჩვენი სიყვარულისთვის, ჩვენს გადასარჩენად, ნიშნავს რომ ბოლომდე დაითმინა და სული ამ დროს ჩავიდა ჯოჯოხეთში. ხო გითხარით, ყველა ჯოჯოხეთში მიდიოდათ. ჩავიდა ჯოჯოხეთში და იქ იყვნენ მართალი ადამიანებიც. ბოროტი ადამიანებიც და მართლებიც. და მართლები ელოდნენ ღმერთს, როდის მოვიდოდა. და ასეული და ათასეული წლებიც. და ყოველ წუთში იყურებოდნენ ზევით, რომ როდის ჩამოამტვრევს ამ სიბნელეს ღმერთი და როდის გამოუწვის ხელს დასახმარებლად, რომ ამოიყვანოს სამოთხეში. და დიდ შაბათს, ანუ აღდგომის წინა დღით, ჩალეწა უცბად იესო ქრისტემ ბნელეთი და ნათელი ჩავიდა ჯოჯოხეთში. და რა თქმა უნდა პირველი წმინდა მართალი ადამი და ევა ამოიყვანა. და მერე ამოიყვანა რა თქმა უნდა მოსე, ნოე, აბელი, სულ ყველა და ჯოჯოხეთიდან გადაიყვანა სათასასუფეველში, ზეცაში. ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება. ამიტომ შაბათს უკვე წირვა ლოცვის დროს შავი სამოსი იხდება და მოძღვრები დიდი შაბათის წირვაზე თეთრი სამოსით ატარებენ წირვას. უკვე სინათლე შემოდის ტაძარში, იმიტომ რომ ჯოჯოხეთი გამოიხსნა უკვე. მაგრამ სხეული მკვდარია, იცით თქვენ, ახლა რა მოხდა ამ დროს. ესე იგი, თქვენ იცით რომ ქრისტე რო აღესრულა ჯვარზე, საშინელი ამინდი დადგა, მიწა იძრა, ყველა შეეშინდა, გაიქცა ზოგი იქით, ტაძრები შუაზე დაიპო და ხალხი იძახდა, გონი მართლა ღმერთი იყო ეს. შეეშინდა ყველას, ვინც აწამებდა იმ ხალხსაც კი შეეშინდა. და გაიქცნენ ყველა, ვინსად გარბოდა აღარ ყველა დაშინებული იყო. მათ შორის შიშით იყვნენ მოციქულებიც. ახლა იესო ქრისტე ასწავლიდა, რომ მე მოვკვდები თქვენს გამოსახსნელად, ჯვარზე გამაკრავენ და მესამე დღეს აღვდგებიო, ანუ ჩემ მკვდარ სხეულს გავაცოცხლებ. და ეხლა ეს დასაჯერებლად ბავშვებო ადვილი არ იყო. ეხლა ჩვენ მაგალითად წირვა-ლოცვაზე რომ მივდიოდით, მე და ერთო მასწავლებელი, ვიცოდით რომ ნამდვილად მოვიდოდა აღდგომა და გვიხაროდა უკვე წინასწარ. მაგრამ მაშინ რა იცოდნენ? აღადგენდა თუ არა, ჯერ ხო არ იყო მომხდარი აღდგომა. ამიტომ მაშინ სულ სხვანაირი სიმძაფრით და სულ სხვანაირი შეგრძნებით ელოდნენ ამას. ვერ ჯერებდნენ, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. და აი რა მოხდა. ესე იგი, ეს ამბავი მეფემდემაც მივიდა და მეფეს რა ეგონა, იცი რომ ებრაელების ღმერთი მოვაო, ესე იგი ჩემ ადგილს დაიკავებს. ამიტომ დააბეჭდინა საფლავი, მაგრამ ახლა უნდა აგიხსნათ იქ როგორი დაკრძალვის წესია. ერთი ეს ავაზანკები და ქრისტე რო გააკრეს, იქ ისე დატოვეს ყველამ და წამოვიდა. იმიტომ შეეშინდათ ყველას. ხო და ერთი კეთილი კაცი იყო, რომელიც იესო ქრისტეს იცნობდა, მორწმუნეც იყო, ხო და ამას ერქვა იოსები სახელად. ეს იოსებ არიმათიელი დაახლოებული კაცი იყო რომის იმპერატორთანაც და მეფესთანაც. მივიდა მეფესთან და საჩუქრები მიუტანა და გამოისყიდა, ანუ ფულს მოგცემო, შენ მკვდარი სხეული რაღაც გინდაო და ფულს მოგცემო და ამ ჯვარცმულსო წავიყვან და დაუმარხაო. ხო და მეფემ უთხრა, საფლავი გააქო, სად უნდა დამარხო. ხო და მააქო, ჩემთვის მქონდაო ერთი საფლავიო და იმ საფლავშიო ჩემთვისო მინდოდაო, იმ საფლავში დაუმარხაო. კაიო, წაიყვანე, ახლა რა ენაღლებოდა, ფული გადაუხადეს და ყველაფერი და იოსებ არიმათიელმა ჩამოხსნა უკვე მკვდარი სხეული იესო ქრისტესი ნაწამები გაწმინდა ბავშვებო, იმიტომ სულ სისხლიანი იყო. ასეთი წესი აქვს, თეთრი ნაჭრები დაახვია, თეთრი კილო, სულ მარტო თავს უტოვებდნენ ეს.
და ესე შეიყვანეს და როგორი საფლავები აქვთ, იცი? გვირაბებში, აი როგორც აკლდამებში. ერთი შესასვლელი აქვს და დანარჩენი ყველა ადგილი დაკეტილი, ოთახი. მერე იქ შეიყვანდნენ და ქვაზე სადმე დაასვენებდნენ მიცვალებულს და დიდ ლოდს მიაგორებდნენ. და დააწერდნენ ვისი საფლავი იყო, იქ უკვე აღარავინ არ შედიოდა. ეხლა მეფეს ეშინოდა, რომ მოიცაო, მოციქულებმაო არ მოიტაცონო მისი გვამიო, ანუ გარდაცვლილი სხეულიო, და მერე არა თქვა, რომ აღდგაო. და მერე ხანხსო ვიღაც დააჯერებო, აღდგა თუ არა, დაიწყებენ აღდგაო და თუ ყველა გახდება ქრისტიანი მერეო. ამიტომ ჯარისკაცები დაუყენა, ეს საფლავი დააბეჭდინა მეფემ და შეიარაღებული ჯარისკაცები დაანყენა და ძალიან მკაცრად გააფრთხილა, რომ არ დაგეძინოთ, ყურადღებით იყავით და თუ ვინმე მოვიდა ესროლეთ პირდაპირ, თუ მოტაცება გადაწყვიტეს იესოს სხეულის. და მართლაც ეს ჯარისკაცები დადგნენ იქანა. ეხლა რა თქმა უნდა, მოციქულები დაფანტული არიან, მშობელი კი ირის, მარიამ მაგდალინელი, ეს დედები კი ირიან, ძალიან მძიმე სიტუაცია, დაბნეულებიც კი არიან, ზოგი ცალკეა გაქცეული, ზოგი ცალკე შეშინებულებიც არიან. ახსოვდათ მესამე დღეს აუგებიო, მაგრამ რა ამით დაჯერება ეხლა რო უყურებდნენ თავიანთ ღმერთს, ყველაზე ძლიერი რო ეგონათ, უცბად დასისხლიანებული, ჯვარზე გაკრული, დამცირებული, ასეთ ღმერთს უყურებენ და გაუჭირდათ ასეთი სახით ღმერთად მიღება გაუჭირდათ. და აი მაშინ მე რო გითხარი, ჯოჯოხეთი უკვე რო შემუსრა და ყველა მართალი გადაარჩინა, სული შედის სხეულში და დარი გაცოცხლა. აი ეს მოვლენა ერთადერთი მოვლენაა დედამიწის ზურგზე კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ესე იგი ღმერთმა თავისი მკვდარი სხეული, ჩვენთვის მკვდარი სხეული, ჩვენი გადარჩენისთვის მკვდარი სხეული თვითონ აღადგინა მკვდრეთით, თვითონ გააცოცხლა და ამით დაამტკიცა, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება. აი ხო არსებობს 1000 სხვა სარწმუნოებაც, ხო? არის მუსულმანობა, არის ბუდიზმი და აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ ასეთ ფაქტს ვერავინ ვერ მოგიყვანს, რომ შენი გულისთვის ის გამომხსნელი ქრისტე, იესო სახელია, ქრისტე მხსნელია. იესო ქრისტემ ყველა შენი ცოდვა, ნიქოზიდან რო უთხარი მარიამს და გვანცას, ყველა შენი ცოდვა თვითონ იტკივილა და მოკვდა შენს გადასარჩენად. წარმოიდგინე მარიამ ძვირფასო, 10 წლის შემდეგ რა ცოდვასაც ჩაიდენ, ის ცოდვაც ეტკინა ჯვარცმის დროს. აი ლუკა ქორიძე მაგარი ბიჭია. რა ცოდვასაც მაინც ყველა ხო ცოდილები ვართ, ყველა რაღაცა ცოდვას ჩავდივართ ყოველდღე, ხო? ისე როგორ ვიცხოვრებთ უცოდველად. წარმოიდგინეთ, აი ხვალზე 10 და 20 წლის მერე რა ცოდვებსაც ჩავიდენთ, ის ცოდვებიც ეტკინა და სრულად გამოგვიხსნა ყველა და ყურეთ ეხლა რა გააკეთა და თავისი მკვდარი სხეული გააცოცხლა და ამას ქვია ქრისტე აღდგა. ეხლა იქ რა მოხდა? ბიჭო, ეს ლოდი თავისით გადმოგორდა, იმას 10 და 20 კაცი ვერ დასწრავდა, ისეთი დიდი იყო. გადმოვარდა, ღმერთი გამოვიდა, ცოცხლად დაინახეს ამ ავაზაკებმა, ჯარისკაცებმა. ვაიმე დაყარეს სიარაღი, შეეშინდა, ჯერ დაბლა დაემხნე, მერე ისე შეჯა თავგუდმოგლეჯილები გარბოდნენ მეფეს და ვიშველეთ, გაცოცხლდა, აღდგა ყვირიან. ეხლა მეფესთან მივიდნენ, მეფემ იფიქრა, მოიცა კაცო, გაჩუმდით ერთი წუთით, რა აღდგა მკვდარი რო გაეს და დავინახეთ, აღდგაო. მოიცათო, ეხლა მეფემ უთხრა, ეგ რო გაიგოს ხალხმაო, ყველა ქრისტიანი გახდებაო. ამიტომ მოდიო ფულს მოგცემთო, გადაგამალავთო და არსად არა თქვათ, რაც ნახეთ. და თუ შეგეკითხებიან, რა მოხდა იქო, აი ესე ილაპარაკეთო, რომ დაგუძინებია ჩვენო, მოციქულები ჩუმად შესულანო, გადაუგორებიათ საფლავი და ის მკვდარი ქრისტე გაიტაცეს. და ახლა კიდე ამბობენ, ვითომ აღდგაო რა, ქრისტე აღდგაო და მართლა კი არ აღდგაო,
დღეს 1 აპრილია, მოტყუება ადვილია. ანუ ეს მოხდა ნამდვილად 1 აპრილს. აი, ეს ამბავი რომ მოხდა მართა ჩემო ძვირფასო, მაშინ იყო იმ პერიოდში 1 აპრილი. ამიტომ გაავრცელეს ხალხში ხმები, რომ მართლა კი არ გაცოცხლდა მკვდარი, დღეს 1 აპრილია, მოტყუება ადვილია. ამიტომ ამის თამაში არაფრით არ შეიძლება. არა ვინც დაიჯერა, რომ ქრისტე აღდგა, ის გამარჯვების ნაცვლად ერთმანეთს ეუბნება მთელი 40 დღის განმავლობაში. ამაღლებამდე, სანამ ზეცაში წავიდა ღმერთი, ამაღლებამდე გამარჯვების ნაცვლად ერთმანეთს ეუბნებით. ქრისტე აღდგა, ეთო მევეუბნებით, ეთო მეუბნება, ჭეშმარიტად აღდგა. ესე იგი, მეც მჯერა, რომ ნამდვილად აღდგაო. ეს ნიშნავს, რომ მე ვიზიარებ, რომ ქრისტემ თავისი მკვდარი სხეული გააცოცხლა და დაამტკიცა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია და ეთო მიმტკიცებს ამას, მეც მაგას ვიზიარებ და ერთმანეთს ვახარებთ. ანუ ეს არის ერთმანეთის გახარება, სიხარული, რომ ჩვენ ერთმანეთს, ესე იგი, სიხარულით ულოცავთ ქრისტეს აღდგომას. ეხლა იქ რა მოხდა? მარიამ მაგდალინელი, ბავშვებო, რომელიც გამორჩეულად მარიამს უყვარდა იესო ქრისტე, გამორჩეულად, მიდის ეხლა და ნელსაცხებელი არის ძალიან სასიამოვნო სურნელოვანი სითხე. და იფიქრა, რომ ის სისხლები რო ქონდაო, ხო, მივალო, საფლავში შევალო და ამ სისხლებსო, დაჭრილ სხეულსო, ამ სასიამოვნო ნელსაცხებლით გაუბანი. და მოდის და თან ტირის, მაგრამ გზაში ფიქრობს, რომ ნოც ვინ გადამიგორებსო, მე ხო მარტო ხალი ვარ. ყველა კი მიდიოდა ეშინოდათ, ეხლა საფლავზე წასვლა, ასეთი მარტივია, თან აკრძალული ქონდათ, იქ ჯარისკაცები იდგნენ. ხო და მივიდა მარიამ მაგდალინელი და რას ხედავს? ლოდი გადაგორებული. ვაიმე, იფიქრა, რა ხდებაო? ამას კიდე თავზარი დაეცა, რომ ჯარისკაცებმა და მეფის ხალხმა ქრისტეს სხეული ხომ არ მოიტაცესო. იმიტომ რომ უპატიოთ არ მოექცნენ. შევიდა ხო და რა გულადი და მაგარი, როგორ უყვარდა ღმერთი, საფლავში შევიდა მარტო ესე, შევიდა აკლდამაში და რას ხედავს? აღარ არის ღმერთი. მოიპარეს, ყვირის, მოიპარეს, გვიშველეთ და ამ დროს ორი ანგელოზი სეციდან ხომაც ფრთები აქვთ, ლამაზები არიან, აი ბავშვები რო არიან, ლამაზი, აი ჩვენთან რო ერთი პატარა გვყავს ეხლა ლამაზი, ხო? აი იქ რო არის, ესე იგი, ასეთი ლამაზები არიან, ანგელოზები ჩემო ძვირფასებო და ეს ორი ანგელოზი და მივიდა და ამათ ეუბნება, თქვენ ხო არ მოიპარეთო, მითხარით, სად წაიღეთო, რომ მივიდა და გამოვიხსნაო. ხო და ამ დროს იმათ უთხრეს, მარიამ, ხო არ დაგავიწყდაო, ღმერთი ხო გეუბნებოდაო, რომ მესამე დღეს აღდგებიო და აღდგაო. ვერ დაიჯერა მაინც. და უცბად თავისი ხმით ქრისტემ ტკბილად როგორც იცოდა, მარიამ დაუძახა და ხმაზე იცნო მარიამა იცნო ქრისტე. ხმაზე ისეთი თბილი და ტკბილი ხმით დაუძახა. ხო და მოტრიალდა და გაიქცა, რომ უნდა ჩაეხუტოს და მოკლედ ჯერო ამის ჯერი არ დამდგარაო, მოკლედ იქ თავისი სწავლებები იყო და წადი ეხლა შეენა და ყველა მოციქულს და ყველას ჩვენიანებს ახარე, რომ მე რაც თქვი შევასრულებ. და მე თქვენთან კიდე მრავალგზის მოვალ და გამოგეცხადებითო და გაიქცა და ქრისტე აღდგა, ყვირის მარიამი ქრისტე აღდგა და მივიდა სახლში, გაიგოხთის მშობელმა პეტრემ, ყველას გაუხარდა, წამოვიდნენ მერე ყველანი სანახავად, იქ რო ენახათ, მერე კიდე გამოეცხადა მათ რამდენჯერმე, არაერთხელ, ორჯერ, სამჯერ, რამდენჯერ მათთან ერთად მიირთვა საჭმელი. მერე მოხდა ასეთი რამე, რომ ერთი თომა მოციქული გვიან ჩამოვიდა და თომა მოციქულმა არ დაიჯერა, კაცო, რებს ყვებითო მოიცავთო, კაცო, აქო ჭრილობა გქონდაო, აქო. ხო და ამ ჭრილობაზეო, სანამ მეო თითსა შევახებ თვითონო, მანამდე ვერ დაურწმუნდები, რომ ქრისტე მართლა აღდგაო. და აი დღეს ხო არის კვირაცხოვლობა თენდება ხვალე. ზუსტად ამ დღეს მოხდა, ესე იგი ერთი კვირის თავზე, აღდგომის დღეს, უცბად ასეთივე ტკბილით, დილი ხმით ეძახის იესო ქრისტე თომა
ეს ფერდი ბავშვებო, აქ ხო უგმირეს შუბი, გადმოიხსნა და დაინახა ეს შენგრეული ფერდი და უთხრა თომა, მოდი და ჩაყავი ხელი. და თომა მივიდა, ისეთ გულადი იყო, მივიდა ეს რა თქმა უნდა ჩვენ სასწავლებლად, მივიდა და ასე აი დაადო ხელი და ვილია და ნამდვილი ცოცხალია, დარწმუნდა და დაუჩოქა და უთხრა რომ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემიო, მართლა ღმერთი ყოფილხარ, მართლა ამდგარ ხარო და ჩაეხუტა რა თქმა უნდა და აი ესე ლამაზად მოვიდა ამდგარი ქრისტე და არაერთხელ მოციქულებს გამოეცხადა და დაარწმუნა რომ ეს არის ჭეშმარიტი. ესე იგი ასე დაგვირგვინდა ეს მთელი პროცესი უნების ყვირა, რომელიც ჩვენთვის ეწამა და ევნო ქრისტე, დაგვირგვინდა ბრწყინვალე აღდგომით. მე ახლა საგანგებო პატარა მულტიპლიკაციური ფილმი მაქვს, იმიტომ რომ თვალითაც მინდა ნახოთ, რაც მე მოგიყევი. თამარ დედას ვთხოვ, აბა აღდგომაზე პატარა მულტიპლიკაციური ფილმი ჩაურთოთ ბავშვებს, რომ რაც მოგიყევით, რომ თქვენი თვალით კარგად აღიქვათ და მერე მამა ზაქარია დაბლოცავს მოგეფერება და მერე თქვენი აზრებიც მაინტერესებს, როგორ შეხვდით აღდგომას და თქვენ გულში რა ადგილი უჭირავს იესო ქრისტე აღმდგარს, ყდრეთით აღმდგარ იესო ქრისტეს ჩავერთოთ მერე თქვენ. ქრისტეს აღდგომა. პარასკევს საღამოს იესოს ცხედარი ჯვრიდან ორმა მისმა საიდუმლო მოწაფემ, იოსებ არიმათიელმა და სვიმონ კანანელმა ჩამოხსნა და მოწიწებით დამარხა ახლო აკლდამაში. მუდალთ მთავრებს ეშინოდათ, ვაი თუ მოციქულებმა მოიპარონ იესოს გვამი და ხალხი დაარწმუნონ, მკვდრეთით აღსდგაო. ამიტომ იესოს აკლდამის შესასვლელთან ლოდი მიაგორეს, ბეჭედი დაადეს და დარაჯები დაუყენეს. იესოს ჯვარცმიდან მესამე დღეს უნდა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ქრისტესი, რომელიც ამბობდა, მესამე დღეს მკვდრეთით აღსდგებიო. კვირას გარიშრაჟმა რომ მოატანა, საფლავის დარაჯებმა უცებ მიწისძვრა იგრძნეს. მერე დაინახეს მთიანი სულიერი ანგელოზი, რომელმაც აკლდამიდან ლოდი გადააგორა. და ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. დარაჯებს შიში თავზარი დაეცა და მიწაზე მკვდრებივით დაემხნენ. როცა გონს მოვიდნენ, გაიქცნენ. უთენია საფლავთან მოვიდა მარიამ მაგდალინელიც, იესოს თაყვანის მცემელი და მასზე მკლოვიარე. მან დაინახა, რომ აკლდამიდან ლოდი გადაეგორებინა და საფლავი ცარიელი იყო. საფლავის წინ დაიჩოქა, წარე დადირდა და როდესაც შიგ ჩაიხედა, იხილა ორი თეთრ სამოსიანი ანგელოზი. ანგელოზებმა კითხეს მარიამს: დედაკაცო, რა სტირი? ვის ეძებ? მარიამმა მიუგო: წაუღიათ უფალი ჩემი და არ ვიცი სად. ამ სიტყვებზე უკან მოიხედა და იქვე მდგარი მშვენიერი გარეგნობის, მეტად ნათელი სახის კაცი დაინახა. ეს იყო თავად იესო, მკვდრეთით აღმდგარი, თუმცა მარიამმა ვერ იცნო. მაშინ მარიამს კითხა იესომ: დედაკაცო, რა წდირი? ვის ეძებ? მარიამს ეგონა მებაღიაო და უთხრა: თუ შენ წაიღე ის, მითხარ, სად დაასვენე და მე წამოვიღებ. მაშინ იესომ დაუძახა უწინდელი ხმით: მარიამ. მარიამმა ხმაზე იმ წამსვე იცნო იესო და შესძახა: მოძღვარო. მერე გაექანა და უნდოდა მუხლებზე მოხვეოდა. მაგრამ მაცხოვარმა უთხრა: ნუ შემეხები მე, რადგან ჯერ არ ავსულ ვარ
მამისა თანა. წადი ჩემს ძმებთან და უთხარი, ავალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა თანა. მარიამ მაგდალინელმა საჩქაროდ ახარა იესოს აღდგომა მოწაფეებს და მორწმუნე ქალებს. ყველანი აივსდნენ დიდი სიხარულით. გაექანენ საფლავისკენ და ნახეს ის ცარიელი. ქრისტეს აღდგომა ირწმუნეს და ადიდებდნენ ღმერთს. იესო 40 დღის განმავლობაში არაერთხელ გამოეცხადა თავის მოწაფეებს. არაერთხელ ჭამა მათთან ერთად პური. აჩვენა ჯვარცმისაგან დარჩენილი თავისი სხეულის წყლულები და ჰქმნა რამოდენიმე სასწაული მათ წინაშე. ამის გამო მათაც კი სრულიად ირწმუნეს ქრისტეს აღდგომა, რომელთაც ეს უწინ არ სჯეროდათ. აი ლექცია იყო ნამდვილად უსმენდი, თქმა უნდა, ბევრია დასაფიქრებელი ბავშვების მხრიდან განსაკუთრებით, რომ უფრო მეტად გაიაზრონ ის დიდი სიყვარული იესო ქრისტეს მხრიდან ჩვენს მიმართ ნებისმიერი ადამიანის მიმართ და განსაკუთრებით ბავშვების მიმართ ჩვენ ვიცით, რომ როცა კითხეს იესო ქრისტეს ვინ გადარჩებაო, თუ არ იქნებითო ბავშვებივითო ვერ გადარჩებითო. ანუ რას ნიშნავს, თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც ხართ გულწრფელები, ყველაფერს კარგად აღიქონთ, ყველაფერს კარგად ხვდებით და ვფიქრობ, რომ დიდად არ გჭირდებათ იმის გადაგება, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღსდგა, თუმცა ჩვენ მაინც ადამიანები ვართ და ზოგჯერ გვებძვის ხოლმე ბოროტი ფიქრები, რაღაცეები, აზრები, რომ იმის გამო, რომ ქრისტეს აღდგომა ჩვენ გვავალდებულებს პასუხისმგებლობას გვიზრდის იმ კუთხით, რომ თუ გვინდა, რომ ჩვენც ქრისტეს აღდგომისთან მონაწილე გავხდეთ, გავიაზროთ ეს ყველაფერი, ამისთვის საჭიროა მოთმინება, თავშეკავება, ქრისტიანული ცხოვრება, იმიტომ რომ ქრისტემ ნახე სანამ აღსდგებოდა მკვდრეთით, ხო, მანამდე ყველაფერი დაითმინა ჩვენთვის. ყველაფერი მოითმინა ჩვენთვის, ყველა ადამიანისთვის, ყველა ბავშვისთვის, ყველა დიდისთვის და რამხელა სიხარული მიანიჭა კაცობრიობას და დღეს ჩვენ თუ გვიხარია, თუ ბედნიერები ვართ და თუ იმედით ცხოვრობთ, ეს არის ზუსტად ქრისტეს დამსახურება, იმიტომ რომ ძველი აღთქმის ადამიანი სანამ ქრისტე განკაცდებოდა, უბედური იყო, იმიტომ რომ ის რო გარდაიცვლებოდა, მიდიოდა ჯოჯოხეთში მისი სული და ახლა უკვე ქრისტეს მოსვლით, ქრისტემ ჩვენი წოდვები თავზე დაიდო, ჩვენ გთხოვს იმას, რომ ვიყოთ მასთან ერთად და რასაც ვწოდავთ, იმასაც გვაპატიებს თუ მოვინანიებთ. ეს არის ზუსტად მთავარი ღმერთის მოსვლა ჩვენ დედამიწაზე, რომ ჩვენ ვიყოთ სინანულში. ვიცხოვროთ აღდგომიდან აღდგომამდე, იმით რომ თუ რაღაცას დავაშავებთ, თუ რაღაცა შეგვეშლება, წოდვას ჩავიდეთ, მივიდეთ და მოვინანიოთ, რათა არ გაწყდეს ჩვენი კავშირი ქრისტესთან. თუ არა, მაშინ გამოდის, რომ ღმერთმა კი ამხელა პასუხისმგებლობა, ასე ვთქვათ, ადამიანების წოდვები აიღო თავის თავზე, ყველაფერი იტვირთა და მოუყვდა ჩვენთვის და მკვდრეთით აღდგა, მაგრამ თუ ჩვენ ამას არ გამოვიყენებთ სწორად, მაშინ რა გამოდის? ჩვენ თავისუფალნებით წვეთ კავშირს იესო ქრისტესთან. ამიტომ ამის გამო ვალდებულებიც ვართ, რომ ჩვენ ეკლესიაში ვიყოთ, ეკლესიის წიაღში ვცხოვრობდეთ და ყველაზე მეტად ეხლა დღესაც მქონდა მე გადაგება დღეს ლოცვის შემდეგ, რომ განსაკუთრებით ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაიწყო სიარული ეკლესიაში და ყველაზე მთავარი ბავშვებმა, რა ვიცი, აი შუა ასაკის ბავშვებმა 14, 15, 13, 17 წლის ესეთი გოგო ბიჭები დადიან ეკლესიაში ძალიან აქტიურად და არის ხოლმე შემთხვევები, როცა ცოტა უჭირთ, ეხლა რა თქმა უნდა, მსახურებაზე ბოლომდე გაჩერება, რაღაცა ზოგჯერ ცოტა გადიან თუ რაღაცა ესე თქვათ მოძრაობენ და ეს კონდა საუბარი იმაზე, რომ აი ვეფხისტყაოსანზე ხშირად გესაუბრებათ თქვენ
ლექსო მასწავლებელი და იქ მიჯნურობა როგორ არის დაკავშირებული ზოგადად ღმერთთან, ხო? და ამაზე მქონდა ზუსტად საუბარი, რომ ყველას ვიღაცებს ერთმანეთი მოსწონს რაღაცა, ხო ისი და ერთმანეთის გულისთვის როგორ იქცევიან, როგორ უნდათ როგორ მოაწონონ თავი, როგორ უნდათ რომ რაღაცა სიყვარული გამოიჩინონ და ესეთი მზრუნველობა ერთმანეთის მიმართ და თუ ჩვენ არ გვექნება მზრუნველობა პირველ რიგში საკუთარი სულის და ღმერთთან ურთიერთობის სურვილი არ გვექნება და არ შევიყვარებთ ღმერთს, ადამიანი რაც არ უნდა შევიყვაროთ, რაც არ უნდა ახლოს მივიდეთ მასთან, ეს მაინც დროებითია ყველაფერი, ხო? ამიტომ ადამიანის სიყვარულს, ადამიანისთან ურთიერთობას ამყარებს სწორედ ღმერთთან ურთიერთობა. ამიტომ თითოეულ ჩვენთაგანი ვალდებული ვართ, რომ ჩვენ ეკლესიაში როცა ვართ, როგორც მაგალითად საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გინდა და რაც შეიძლება დიდხანს გინდა მასთან რო იყო, აი ისე თუ იქნები ღმერთთან, აი მაშინ შენ ჩაითვლები კარგ მორწმუნედ, თუ არ იხმაურებ ეკლესიაში, თუ არ დაგეზარება ლოცვების წაკითხვა და იქნები ბეჯითი და ყოჩახი. აი მაგ შემთხვევაში შენ უკვე შეგიძლია თქვა, რომ იცი მე აი ისე მიყვარს ღმერთი, რომ ღმერთთან ყოფნა ისე მიყვარს, რომ ლოცვის გაცდენა არ მინდა, ზიარებას არ გავაცდენ და ასე შემდეგ და ამას ნელა-ნელა უნდა მიეჩვიო, ბავშვობიდან უნდა მიეჩვიოს ყველა, პატარაობიდან. თუ ამას პატარაობიდან არ მიეჩვია და იზარმაცა ბავშვმა, აი ერთხელ არ დაესწრო მსახურებას, მეორედ, ერთხელ არ მოვიდა ზიარებაზე, მეორედ, მესამედ, მერე გაზარმაცდება და სიზარმაცის გამო დააკრდება ამ დიდ მადლს, რასაც ქრისტესთან ზიარება ქვია. ეხლა ჩვენთან არის ესეთი პრობლემა ზოგადად და საქართველოში და ყველგან ესეთი პრობლემაა ერთ-ერთი, რომ მაგალითად კვირა დღეს, მაინც და მაინც კვირა დღეს, როცა წირვა არის, ფეხბურთი ხო ძალიან კარგი სპორტია და რა მნიშვნელობა აქვს, სპორტი ყველა კარგია, ვიღაცას მეტად ფეხბურთი უყვარს, ვიღაცას კალათბურთი უყვარს და მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზუსტად კვირა დღეს წირვის დროს ნიშნავენ ამ შეჯიბრებებს. ზუსტად წირვის დროს. მე ახლა გუშინ ოჯახში მქონდა მაგასთან დაკავშირებით საუბარი და ჩემ შვილს აუხსენი. ჩემი შვილი არის 8 წლის, რომელიც დადის ფეხბურთზე, ასევე ნიკოლოზის ფეხბურთზე დადის. და ესე იგი იყო ეს საუბარი, რომ მე ხვალ უნდა წავიდე თუ არა ფეხბურთზე, იმიტომ რომ 11 საათზე სადღაც ჯინვალში აქვს რაღაც შეჯიბრი. და ვთქვი რომ არ უნდა წავიდეს. მე ნუ ამან გამოიწვია ის რომ არ წავიდეს, მე ის რა სიტყვიან დავისვი ჩემი 8 წლის ბავშვი და აუხსენი შვილო, მეოთხარი. ნახე ქრისტემ ჩვენ რა გვითხრა. რომ კვირა დღეს უნდა გახდე ქრისტეს თანაზიარი. თუ შენ ზიარებას ამჯობინე ფეხბურთს, ან ცეკვას, ან სიმღერას, ან ინგლისურს, ან მათემატიკას, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. თუნდაც შენ მშობელს, თუნდაც შენ ძმას ან დას და უარს ამბობ ქრისტესთან ზიარებაზე, მაშინ შენ არ ახარ მორწმუნე და ეს არ არის სწორი საქციელი. იმიტომ რომ უპირველესად უნდა ვეძებდეთ სასუფეველსა ღვთისასა და მერე ყველაფერი მოგვეცემა ჩვენ, ასე გითხრა ქრისტე. და დღეს რამდენიმე ბავშვი მოვიდა და მითხრა მე ხვალ ვერ ვიქნები მამაო ეკლესიაში და წუხარ რატო შვილო? იმიტომ რომ შეჯიბრი მაქვს სადღაც. გავაფრთხილე მასწავლებლები. თვითონ ის ადამიანები, ვინც არიან მწვრთნელები ამ შემთხვევაში, რომ ძალიან დიდი ხანი ამ საკითხზე ვიბრძვი. რომ არ შეიძლება კვირა დღეს ჯერ მივიყვანოთ ბავშვები ეკლესიაში, ვაზიაროთ და მერე წაიყვანეთ 12 საათის მერე და ითამაშონ ბავშვებს ჩვენ არ უშლით თამაშს და ფეხბურთს არ უშლით. მაგრამ თქვენ რა ვქნათ ჩვენ იცი რა ასე ზემოდან ასე გვიწესებენ და დალოცვილო ვეუბნები თუ ჩვენ შვილებს ქრისტეს დავაცილებთ რომელი ფეხბურთი უშველის იმას რომელი კალათბურთი უშველის რომელი ინგლისური უშველის რაც არ უნდა ვასწავლოთ რამდენიც არ უნდა ვასწავლოთ ამაზე დიდი არსებობს რამე რაც ქრისტესთან თანაზიარება ეს პრობლემა თვითონ მშობლებშიც არის ეს პრობლემა მასწავლებლებშიც არის
რომ თვითონ არა აქვთ ამის განცდა და ამის სურვილი, რომ ისინი ეკლესიაში იყვნენ. მერე იქ გაჩნდა ისეთი რომ ანუ ბავშვები ეხლა ნუ ეს ცოტა ფანატიზმი ხო არ არის. როგორ შეიძლება იყოს ფანატიზმი ის, რომ მე უპირატესი რაც არის და აუცილებელი რაც არის თვითონ რაც ქრისტემ გვითხრა, ის შევასრულებინოთ ჩვენ შვილებს და ჩვენს მოვალთაობას და შემდეგ უკვე ფეხბურთსაც წავიყვანოთ და თავის დროზე ყველაფერი იყოს. ამიტომ ძალიან ხილად ეხლა მშობლებიც ისმენენ ალბათ აქ ეხლა რა თქმა უნდა ბავშვებთან ერთად ჩვენს შეხვედრას და მშობლები ძალიან ყურადღებით იყავით. არაფერი არ გაცვალოთ კვირის ზიარებაში. თუ არა შემდეგ უკვე ეს ცუდად შემოწმიალდება ჩვენი ბავშვების მომავალ სარწმუნოებაზე, მომავალ აღზრდაზე, მომავალ ურთიერთობაზე ქრისტესთან. ბევრი მწერს, იცი რა, მე ვერ მოვალ ეკლესიაში, რატო, სადაც იქნები იქ მიდი, არა, იქაც ვერ მივალ. იმიტომ რომ ბავშვები მასწავლებლებთან უნდა წავიყვანო. შვილიშვილები და ასე შემდეგ. აი ნახეთ, ეს უკვე უარის თქმა არის. იმ დიდ დღესასწაულზე თან წარმოიდგინეთ, რომ კვირა ცხოვრობა, როგორც ყველა კვირა არის აღდგომის სწორი, კვირა ცხოვრობა არის ყველაზე აღმატებული. ანუ აღდგომის პირდაპირ სწორი კვირა. ეს არის აღდგომა, ჩათვალეთ, აღდგომის დღე არის იგივე გამეორებით. იმღერა დიდი დღესასწაულია. თომა მოციქულის აი აღიარება ქრისტესი დღეს გითხრა თქვენ მოგიყვათ ამასთან დაკავშირებით. ლექსობდა. ანუ ნახეთ, თუ ჩვენ ამის თანაზიარი არა ვართ, თუ ამას არ ვიაზრებთ, თუ ეს ჩვენთვის უპირველესი არ არის და თუ ამით არ ვცხოვრობთ, მაშინ სხვა დანარჩენი ჩვენ რითაც არ უნდა ვიცხოვროთ, რასაც არ უნდა მივახციოთ ცხოვრებაში, ყველაფერი არის ამაო. იმიტომ რომ არ უკავშირდება ღმერთს და რაც არ უკავშირდება იესო ქრისტეს, ის ჩვენთვის დამღუპველია. ის ჩვენ გვართმევს კავშირს ღმერთთან. ამიტომ პირველ რიგში ეს არის გასათვალისწინებელი. რომ ჩვენ როცა საუბრობთ აღდგომის დღესასწაულზე, თქვა თუ არა აქვს მნიშვნელობა რომელ დღესასწაულზე საუბრობთ, ყველა დღესასწაული არის ჩვენთვის მოწოდება იმისათვის, რომ ჩვენ არ მოვაკლდეთ იმ დიდ სიხარულს, რასაც ქრისტესთან დარაზიანება ქვია. ამის გარეშე ადამიანის ცხოვრება არის აი არაფერი, აი დაცილებული და მე უკვე ადამიანი ჩვენ ვიცით დაცემული უნება გვაქვს, ზოგჯერ ცუდად ვიქცევით, ზოგჯერ ვაბრაზებთ მშობლებს, სწავლა გვეზარება, რა ვიცი, ლოცვა გვეზარება, TikTok-ი და უსაქმურობა უფრო გვიყვარს, ხო? და თუ ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ კვირა დღე მოდის და ეხლა უნდა მივიდე, ხო უნდა მივიდე შაბათს ლოცვაზე. თუ შაბათს ლოცვაზე არ მივალ, მამაო სახსარება ხო უნდა ჩავაბარო და ხო უნდა ვეზიარო. ამისთვის ხო უნდა მოვემზადო. თუ ასე უნდა ვიფიქრო, ეხლა კვირას ფეხბურთი მექნება და მაინც არ მივალ ეკლესიაში და რას გაიგებს მამაო. აი ესე გეტყვის მერე ბოროტი ამას, რომ არა უშავს მიდი ჩაიდინე. გაივლის ერთი კვირა, გაივლის ორი კვირა, გაივლის 3-4, ერთი თვე, ორი თვე და მერე როცა ადამიანი დიდხანს აღარ მიდის ეკლესიაში, იმას ავიწყდება უკვე ღმერთთან კავშირი. ამიტომ ჩვენთვის რაც არის პირველი და აუცილებელი, ეს არის ზრუნვა საკუთარი სულისთვის. თან კვირა დღეს ჩვენ ვიცით, რომ ზიარება დაახლოებით არის 11 და 12 საათის პერიოდში, ხო? და შემდეგ უკვე როცა ეკლესიიდან წამოხვარ, მთელი დღე წინა გაქვს. და შეგიძლია რომ ფეხბურთზედაც წახვიდე, გაერთო, რა ვიცი, მეგობრებთანაც წახვიდე და რაც კეთილი საქმეებიც გააკეთო. ამიტომ ეს დაიმახსოვრეთ პირველ რიგში, ამაზე გავაკეთებდი აქცენტს, რომ ეს არ დაგვავიწყდეს, რომ კვირა დღე გვახსოვდეს ყოველთვის, რომ დასრულდება კვირა დღე, უკვე იმ დღიდანვე დავიწყოთ მეორე კვირა დღისთვის ფიქრი. იმისთვის, რომ აი როდის მოვა ის დღე, როცა მე კიდე ვეზიარები ქრისტეს, იმისთვის, რომ ძლიერი ვიყო სულიერად და გამოვადგე ჩემს მშობლებს, ჩემს თავს, ჩემს სამშობლოს, თუ არა, ნახეთ ჩვენ დღეს რატო გვიჭირს ძალიან იმიტომ გვიჭირს, რომ ღმერთის გარეშე ცხოვრობს უმრავლესობა ადამიანების. არ აინტერესებს ზიარება, არ აინტერესებს ღმერთი და ყველას აინტერესებს სამსახური, სამუშაო, გართობა და ასე შემდეგ. არავითარ შემთხვევაში ასე არ უნდა გავიზარდოთ. ჩვენი მიზანია და ამ პროექტის განსაკუთრებით მიზანი არის ის, რომ ყველა თითოეულ თქვენთაგანი პირველ რიგში დაუკავშირდეს ეკლესიას, დაუკავშირდეს მოძღვარს
ყველა კვირას ეზიაროს იმისთვის, რომ თქვენ იყოთ ის თაობა, რომელიც მერე დანარჩენ თაობებს ავტომატურად, ასე თქვათ, თავისი სიძლიერით, სულიერი სიძლიერით, თავისი სულიერი განათლებით, ხო, პირდაპირ დააკავშირებს ღმერთს და მერე ჩვენ გავხდებით ყველაზე ძლიერი ადამიანები და საქართველოს რომ გავწყინდებაო, რომ ვამბობთ, ასე გავწყინდება. თუ ეკლესიაში არ ვიარეთ და თუ ჩვენ რაც გვინდა ის ვაკეთეთ და არ ვეზიარეთ ქრისტეს, მაშინ როგორ გავწყინდება? ვერ გავარწყინებთ ქვეყანას და გაგვიჭირდება აუცილებლად და მერე მტერი მოვა და ადვილად ის დავმარცხდებით, ასე თქვა, ღმერთმა დაგვიფაროს. ასე რომ დაგლოცოთ ღმერთმა ამ ქრისტეს აღდგომას, რომელიც არის კიდევ ერთხელ უდიდეს საიდუმლო ისა, რაც ქრისტემ გააკეთა ჩვენთვის, ჩვენ ამის თანაზიერი გავხდეთ სულით და ხორცით. აი ეს უნდა ქრისტეს. და თუ ეკლესიაში ვიქნებით, ჩვენც ამის თანაზიერს გავხდის ღმერთი. რა თქმა უნდა, სინანულით და ერთმანეთის სიყვარულით. ღმერთმა დაგლოცოთ, ქრისტე აღსდგა. ეშმარიტად აღსდგა. ცნობისთვის გეტყვით, ვინც არ იცით, რომ ლალი მასწავლებელი არის ესე იგი დმანისის რაიონის სოფელ ბოსლევის დირექტორი, ეხლა მასწავლებელია კიდე საყვარელი და ასე ბავშვებს მოაკუჩებს ხოლმე სახლში, მოაკუჩებს და თავისი სახლიდან ჩაგვირთავს ხოლმე. თავისი ბინა აქცია, ესე იგი სამშობლოს ცოდნეობის სალონად. და გაკვეთილი. ვურთავ დაართავენ. ხო, თქვენ უნდა ჩართოთ. ქრისტე აღსდგა. ეშმარიტად აღსდგა. აბა გითხარით, ვინ არის? ეშმარიტად აღსდგა. მოგესალმებით ბატონო ლექსო, ჩვენ 9 ბავშვი მყავს, 2 სტუმარი მყავს თბილისიდან. თბილისელი ბავშვები არიან, უცხო ბავშვები შემოგვიერთდნენ დღეს და ახლა ვესაუბრებოდ ცოტა ისის გადავერთე იქნებ მეთქი ჩაგირდოთ ლინკი და რამოდენიმეჯერ დაესწარით, რაც დაგვრჩა მეთქი აი ამ თვეში ეს გაკვეთილებს და იქნებ მოგეწონოთ და მომეწონაო გამოვაცხადა ლექსო მასწავლებელი ძალიან მომეწონა უცბად ერთი შეხედვით მოგეწონა. ჩვენ ვეზიარეთ სამშაბათს ჩვენთან იყო სამებობა, ჩვენი დიდი დღესასწაული, მე-12 საუკუნის ძეგლი გვაქვს მისით. ეს არის ძალიან საინტერესო ქვით ნაგებია ბატონო ლექსო ეს ჩვენი სამება. და სოფელში გვაქვს ეს ცენტრი, როგორც ავაშენეთ იმისი ანალოგია, მაგრამ ის რა თქმა უნდა, ისევ იქ ძველ სამებაში მიდის სოფელი ტრადიციულად, ავედით იქ მამაობები წამობძანდნენ, იგალობეს, ჩავატარეთ წირვა და მერე ეზიარდნენ ბავშვები და ძალიან ბედნიერები ვიყავით, დირექტორმა სკოლა გაგვითავეს, უფრო ამდენსაც თავარი იყო, ყველა მასწავლებელი და ბავშვები ვესწრებოდით. ვეზიარეთ და ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი დღესასწაული და რა თქმა უნდა ღამის თევაზეც ვიყავით, რამოდენიმე ბავშვი მყავდა ღამის თევაზეც ვიყავით, მანის ჩატარდა ღამის თევა. საინტერესო იყო და რა თქმა უნდა ვიზეიმეთ ეს ყველა დღესასწაული, ჩვენი აღდგომა და ამით ძალიან კმაყოფილები არიან ჩემი ბავშვები, აი ამ გაკვეთილებით მაინც ახლა ცოტა ბავშვები მაკლია კიდევ არ არიან შემოსულები და რა ვიცი, მადლობა ყველაფრისათვის, მადლობა თქვენ, მადლობა ყველას თითოეულ წერს, ვინც შემოდიან, ყველა მიყვარხართ, ყველას გეფერებით და შეხვედრამდე ერთი სული გვაქვს, სად იქნებაო, მე ვეუბნება, რომ ჩვენთან იქნება, ეხლა ბანაკი და როდის მოვახერხებთ, არ ვიცი. ჩვენ თქვით სექტემბერი ან აგვისტო და როგორც თქვენ მოგვიხერხებთ, აი ესე სექტემბერს. ხო, ესეთი რაღაცა გავაკეთებთ. მამა ზაქარია, ერთი რა ჩავიფიქრე, თხოთის დაგვანახა, ნიჩბისიდან ჩამსო. ბატონო ლექსო, მე მამაოს ვესაუბრე ჩვენი აქ ტრაპეზი აქ ჩემთან მქონდა სახლში და ვესაუბრე აი გაკვეთილებზე თქვენ თვითონ რო ჩაერთოთ ხო და იქნებ თვითონ რესურსთან თქვენ თვითონ გვიშვამდგომლოთ ხო და მე მითხრა რომ მე ამასო უკვე დავიწყევ ახალგაზრდული ცენტრი შევქმნი მე მინდა რომ ეს რაღაცა გავაკეთო დიდი სიამოვნებითო ყოველთვის გამოვნახავთო მე ცოდეს სამი მამაოა ყველა გამოვნახავთო იმ დროსო რომ ბავშვებს ჩაუტაროთ ეს გაკვეთილები ჩემზე არა თუ იქნებაო ის იქედანო კი ბატონო, ეხლა თვითონ მერთან გვინდა შესვლად გასაუბრება და ალბათ რა ვიცი, იქნებ მოვახერხო და რაღაცა გავაკეთო. მამა დიონისი არის სასწაული ადამიანი და სასწაული მოწყვლადი და ნამდვილად მოხარული ვიქნებით აუცილებლად. ჩემთვის ქრისტე ნამდვილად აღდგა გულში, ჩემთვის ეს ემოცია არის დაუვიწყარი, რადგან ქრისტე რომ
არ აღდგომოდა, ჩვენ ახლა აქ არ ვიქნებოდით. და ცხოვრება სულ სხვანაირად იქნებოდა. ამიტომ ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული დღესასწაულია და ძალიან მიხარია ამ დღესთან შეხვედრა. ბავშვებო, ნატალია იერუსალიმშია ნამყოფი, აი სადაც აღდგომა მოხდა, ჯვარცმა მოხდა, ქრისტეს წამება, ეს ადგილები მოვლილი გაქვს, ხო ნატალიკო? დიახ. ამა გითხარი, ხო, რა შთაბეჭდილებაა, მოგვიყევი რამე და კაი რამე ლექსი შეგვირჩიე ისეთი სააღდგომო, რომელიც ჩვენ გინდა და კარგად საზეიმოდ მიუძღვნათ ბავშვებს. იქ სასწაული გარემოა, ეს იჟინი აღდგომი, ანუ სანამ ცეცხლი გადმოვა მანამდე და ლოცვა, ქართველების ხმა, ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად, აი პირდაპირ სულში ჩამწდომია, ასევე წმინდა ცეცხლი, როცა შეეხები არ იწვევი, ჩემს თავზე მაგ გამოცდილი და ეგ არის კიდევ ერთი ძალიან დიდი სასწაული. იქ ძალიან მაგარი არის ყველაფერი და ყველას უსურვებ, რომ ის ადგილი მოინახულოს. ნატალიკო, წყინვალე შვიდეული როგორ გაატარე ერთი მოგვიყევი? წყინვალე შვიდეული ბრძოლაში გავატარე, როგორც მე მჩვენია სამონტყოფოში. და ძალიან მეხმარებოდა თქვენი ლოცვა და ჩემი ახლობლების, რა თქმა უნდა. გენაცვალე. მამა მიქაელი წირავდა რა, რო გავიგე სამონტყოფოში ვარო, ცუდათა ვარ, რომ მოუწერა და გავარდი ეგრევე და ზარი დაირეკა ზუსტად სამრევლოში ვარ. მოიცა მეთქი ახლა შევარდი ეგრევე და მამა მიქაელი ჩემი მოსწავლე, რომელიც მოძღვარი გახდა, ის არ წირავს, ლაშა გიორგი იცნობს. მაშინ თიკოზე რომ ვილოცეთ, გახსოვს თიკოდეიდაზე, ლაშა გიორგი, ეგ მოძღვარი იყო და შევედი ეგრევე უთხარი და კიო, აიო, მოვიხსენებთო და ნუგეშინიაო და მერე სეფისკვერი გამომატანა, დიდი სამეუფო სეფისკვერი ნატალიასთვის და მართლაც ვეზიარე, მეც ნატალიას მიუძღვენი და ღმერთს თხოვე, რომ ეს ზიარება ნატალიას გაუგზავნე მეთქი, რომ მოარჩინოს მეთქი და აი მოარჩინა ღმერთმა ლოცვით. აბა ალექსიში არჩიე ახლა. მოდით მას თქვა რომ გიყვართ იმ ლექსს წავიკითხავ, მეტკივილ სიმღერით შევაშინებ. აბა მიდი. მეტკივილ სიმღერით შევაშინებ. გერით მოვერევი იარას. საქართველოს მკვიდრად დავიბადე. სადმე 900-ით კი არა. მარტო ჩვენ მღერი ვართ ლილეოს. საოცრად გვიხდება ჩოხები, მადლიან მიწაზე დავიბადე და მკვდარიც ამ მადლით ვცხონდები. სხვა ვერავინ იტყვის ქართველივით, ჭანგას მოუთხარე ძირიო, გამოდიო გუთანო და ხმლებო, აილესე პირიო. ქართული სიმღერა გადაგვარჩენს, უბადლო ფოლკლორის გენია. ჩაკრულოს კაცურად მღერიან და შავმერცხალო ჩვენია. მეტკივილებს სიმღერით შევაშინებ, მოვიწმენ სისხლიან იარებს. მარტო ჩვენ ვიცეკვეთ განდაგანა, წინ წყაროც ჩვენ ჩამოვიარეთ. ქვეყნად არაფერს ვინატრებ, არ მინდა პატივი სახელი. ყველაზე ძვირფასი განძი მაქვს, ვარ ერთი, უბრალო, ქართველი. ოჩა! გაუგზავნოთ აბა გულები, სააღდგომო გულები, წითელი გულები, ვისაც აქ გაუგზავნოთ ნატალიკოს. ბავშვებო, 14 ოპერაცია გადაიტანა ნატალიკომ, 7 წლიდან ფაქტობრივად სულ ბრძოლაში არის და ეხლა სამონტყოფოში წაიყვანეს უკვე ისე ნოკეშინიაო, კაცო უთხარი თვითონ წავე და ეხლა ადვილად გაიმარჯვა უკვე, მაგარი გოგოა რა. ხო, აბა ეხლა ნაშა გიორგი მეტყვის, ნატალიკო გამორთე უკვე? ამა მიდი თუ ჩართავ, ვეღარ ჩართავ უკვე, ხო? აი, აბა ეხლა ვინ მეტყვის, აი ბედნიერება თქვენთვის რა არის? აი ვის უნდა რომ თქვას, რომ მაშა ერთო. აბა ლაშა გიორგი, რა არის შენთვის ბედნიერება?
ჩემთვის ბედნიერება არის, რომ ვეზიარები და ჩემ გულში რომ იესო ქრისტე შემოდის და რომ შემეხება გულზე. და რა მაგარი რამე თქვა, ესე იგი, ჩემი ბედნიერება ის არის, რომ რატო მისთან სანდება ურთიერთობა. მას არის მოდა თქვენი ხმა თავი და რომ გაიმეოროთ შეიძლება? ესე იგი, ხო თქვი, რომ ჩემი ბედნიერება ის არის, რომ ვეზიარებიო. ხო და ბავშვებო, ვინც არ იცის, ზიარება რა არის, იცი? ნამდვილი ღმერთი, ვინც სამყარო შექმნა, ვინც ჩვენი ცოდვები ჯვარზე გააკრა და ვინც აღდგა მკვდრეთით, იმან ეკლესია შეგვიქმნა. ხო და რას აკეთებს იცი ეკლესიაში? ნამდვილი ღმერთი ჩვენთვის გადაიქცევა პურად და ღვინოთ. ვინც მოემზადება და წავა წირვაზე, აი მამაომ რა თქვა, რომ წირვები არ უნდა გავასწინოთო, ის ჩვენთვის აკეთებს ღმერთი. და ვინც მივა ესე დაიწყობს ხელებს, კოლზით მიაწვდიან პუნს და ღვინოს გადაყლაპავს, გადაიქცევა ის ნამდვილ ღმერთად და ღმერთი შედის ადამიანში. აი, მე ხო გითხარით 64-ში ღმერთი და ადამიანი ერთად იყო. და ჩვენ ხო დავკარგეთ 64 და დავჭით ღმერთის გარეშე. და ამ ფორმით ღმერთთან კავშირის აღდგენა ხდება. და ლაშა გიორგი, როცა ეზიარები ხოლმე, შენი გული რად გადაიქცევა ხოლმე? მას 64-ით. მიხვდით? ანუ 64 ხო დავკარგეთ და ის 64 უნდა აღვადგინოთ, თორე ადამიანი ფაქტობრივად დარჩება 64-ის გარეშე. და ასე თუ იცხოვრა, უახსარებოთ, უზიარებოთ ეკლესიის გარეშე, აღდგომის გარეშე, შობის გარეშე, ასე აბა 64-ს როგორ დაიბრუნებს და ჩვენ კი მიზანი ისა გვაქვს, რომ ჯოჯოხეთისგან უნდა შორს ვიყოთ და უნდა ვძლიოთ ბოროტს და ღმერთთან ყოფობით დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი 64-ში. აი ეს არის ჩვენი მიზანი. ამა ვის უნდა რომ თავისი ემოცია თქვას გულში, სააღდგომო ემოცია, ხელი აწიოს და 1-2 ბავშვიც თქვათ და საოცარია, ყოველთვის გარეთ რო გადიხარ, ყველა გეუბნება ქრისტე აღსდგა, საოცარი გრძნობაა. მაგალითად, მე პირადად, როდესაც აღდგომის ღამის თევაზე ვიყავი, ლიტანიობის მომენტი მომდის ყველაზე მეტად წრეს რო ვარტყამ ტაძარს და მე სახლში რომ მოვედი, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ისე მიბრწყინავდა სახე ყველაფერი თვალები, რომ ბებიაც და დედაჩემს ხარი ქრისტე აღსდგა, ისე დავიყვირე, მეგონა რომ ყველა გავახვიძე. ეს 40 დღე ამას რო ვამბობთ ქრისტე აღსდგა და ერთმანეთს რო უზიარებთ ამ აღდგომის სიხარულს, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება პირადად. აბა ბავშვები ვინ იყვნენ კიდე ღამის თევაზე, ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ ღამის თევა ძალიან ძნელი იყო. ამა ილიას ჩაურთოთ ერთი. ილიას ჭიათურაში როგორი აღდგომა იყო. ყოჩაღ, რამდენი ყოფილა ღამის თევაზე, ხედავ? ჩაურთე. ილია, ჩაგითო, შენ ჩართე? მას მე და მართა ვიყავით ერთად ღამის თევაზე. ხვახ. ერთმანეთს შეხვდით. ერთმანეთს აფხიზლებდით თუ აძინებდით? არ გვეძინავს. არა, ყოჩა. ეუნებოდით ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. დიახ, მას. მიდი ახლა მას წელს პირველად ვიყავი. ყოჩა, ჩაურთე ახლა მართა ასანიძეს, რომ ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა, დაიძახონ ერთად. ჩაურთე ქართულად მართა ასანიძე. თავისი ჩართოს? მართა, აბა გითხარი, შენ გულში რა ხდება, როგორი აღდგომა იყო, მოგვიყევი, აგვიხწერე. მას ღამის თევაზე რო ვიყავი, ძალიან კარგი იყო, ვეზიარე კიდევაც და ცეცხლის მოცემასაც დავესწარი. ყოჩა, აბა ვინ დაასწრებს, რომ ქრისტე აღდგა უთხრას? ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. ყოჩა, ილიამ დაასწრო მართას. ძალიან მაგარი. მოდი ერთი ლუკა ქორიძეს ადეზიარა, ლუკა ქართულად ქორიძეს ადეზიარა, ერთი მოგვიყვეს თავისი ამბები. ჩაურთე. მას მე აგვეზიარე ძალიში და ღამის თევაზეც ვიყავი წელს პირველად. ყოჩა, ლუკა, ვისი სახელობის ტაძარია თქვენთან? წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. რა მაგარია, ყოჩა. ესე იგი ძალიან დიდი სიკვდილი გამიჩნდა, რომ ძალისხმის ტაძარშიც ერთხელ
ეკატერინე სად არის? ეკატერინე. მაური შემოდის გამორთეს, სწორი არაფერი აღარ. აბა ეკატერინე სად ჩავრთე. ჩემი აღდგომა იყო საოცარი. ტაძარში ღამისთევაზე წავედი ტაძარში. წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია. იქ ვიგალობეთ, აი უკაცრავად? სოფელს რა ქვია, სოფელს? არა, მცხეთა ძალისში ვცხოვრობ. შენ ძალისი ხარ, ერთად იყავით ანუ. ყოჩა. დე ჩემი და ჩემი დავიყავით. მე ისა შუა იმის დროს რა ქვია, წირვის დროს ამტკივდა ფეხი ძალიან. სახში წამოვედი, მაგრამ მაინც ვეზიარე. და ისევ დაბრუნდი, ანუ წახვედი და ისევ წამოხვედი. ყოჩა. მოდი ერთი ხათო შუბითიძეს ჩაურთოთ კიდე ხაშურიდან ერთი ტკოცაში რა ხდებოდა გავიგოთ. აი ეს კოდი მე რომ აქ ბავშვებო ხათოს ნაჩუქარი არის. ეს ბაკურიანში მაჩუკა ხათო შუბითიძე. აბა თავისი დედიკოს მოქსოვილია თან და აი ქართულად ხათო შუბითიძე, ხაშური ტკოცა. ცოტა ხმამაღლა არის მის ხმა საყვარელო ქრისტიანს დგა. ყოჩა, თუ დააკვირდით ერთ რამეს, რომ ყველამ რო დაასახელა ჩემ სოფელში ღამისთევა და ყველამ წმინდა გიორგის ტაძარი თქვა, აი რა საოცრება არა მამა. გიორგომა ყველგან პირველი, ყველაზე ბევრია. მადლობა ღმერთს. მოიცა ეს ვიღაც გოგო იწევდა, რომელსაც მე არ ვიცნობ, იონა, ბარბარე, ოქრიაშვილები, ერთი იონა და ბარბარე, ერთი სად არიან გავიგოთ ეს ლამაზი ქრიტები. გამარჯობა. ქრისტიანს დგა. ჭეშმარიტად აღსდგა. აბა სადახართ, გითხარით, ვინახართ? თბილისში ვართ. თბილისელები ხართ თქვენ, ენაცვალეთ. იყავით ღამისთევაზე? მე კი ჩემი დები ვერ. ხო და ეხლა შენი დები ხვალე წაიყვანე ზიარებაზე, ხვალე ხო მამაო რა თქვა, იგივე აღდგომაო. ხვალე კვირაცხოვლობაა და აღდგომის ტოლი არის. აი როგორც აღდგომაა, დიდი ისეთივეა და ვინც ღამისთევაზე ვერ დაესწრო, ყველა ხვალისთვის მოემზადოს ზიარებაზე და ვეზიაროთ ერთად, ჩემოთ ვიფასოთ. მოგილოცავთ ყველას, აღდგომის სიხარული ღმერთმა არ მოგიშალოთ ყველას თქვენ ოჯახებში. ჩვენ ლექსომასწავლებლო ვიყავით ხაშურში, 4 ბავშვი მყავდა წაყვანილი ღამისთევაზე, ჩვენთან სოფელში ტაძარი რაღაც არ არის, წმინდა მარინეს ტაძარია და ეზიარენ ბავშვები ყველანი და ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთანაც და მამაოსთანაც მაინტერესებს. ერთი ბავშვი მოუნათლავია ჩვენთან ვის დადის სამშობლոցოდნეობაზე და დაყვება ხოლმე წირვაზე. აუხსენი ყველაფერი იცის, მაგრამ რა ვიცი, თავს იკავებს ნათლობაზე და როგორ შეიძლება რომ მოვიქცე ხა ტაძარში წასვლაზე უარს ხوار ვეტყვი რომ არ წამოვიდეს და რა შეიძლება რომ ამ შემთხვევაში გავაკეთო. მამაო ისა მშობლების კი მშობლებთანაც ხო და კი მოგნათლავთო, მაგრამ უარს არ იძახიან, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ რა ვიცი თავს იკავებენ და ბავშვებიც რომ მოდიან ხოლმე ახლა კვირაობით დამყავს, სურვილი აქვს რომ იაროს ამათთან ერთად რა და რაღაც ცოტა ისე უხერხულ მდგომარეობაში ვარ ხოლმე რომ ახლა ვიცი რომ წირვის შუაში ბატონო რა საკისაა ბავშვი? 13 წლისა. ანუ ეხლა მანდ როგორც ფიქრობ მე არის ზოგადად როგორც ხდება ხოლმე ჩვენთან
ალბათ იმის პრობლემა რომ ეხლა უნდათ რომ რაღაცა გადაიხადონ, რაღაცა მომენტს ელოდებიან და ხოიცი და აი მაგის გამოა რომ ეს უხერხულობას ვერ ძლევენ ასე ვთქვათ რა და ეგეც აუხსენდი მეთქი თუ სურვილი გაქვს შენ რომ უფალთან მიხვიდი ახლოს და ვთქვათ ის ზიარებაც მიიღო და ქრისტეს სიყვარული ტაძარში იარო მეთქი მოინათლე და ვთქვათ ის უფრო მერე გააკეთე თუ მაინც ესე მაგრამ მაინც მოიყვანეთ ზევში და მომნათლავ არ არის პრობლემა წამოიყვანეთ ნათლია და ჩამოდით და ლექსოსაც დაურეკოთ ჩამოიყვანოთ და მე აღნიშნოთ კიდე მისი ნათლობა და გამოვნებით და გივი მასწავლებელი ბავშვი როგორ იქნება კაცო ეხლა თან ამდენი უკვე 13 წლისაა და ეხლა მან ბავშვი თვითონ ეხა ხომ მშობლების წინ ხო ვერ წავად თან შეიძლება სხვენია კი უნდა მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში არც უნდა დარჩენა ხოლმე ბავშვები რომ მოდიან სხვები ამათთან ერთად უნდა რომ წამოვიდეს ტაძარში და ანუ ესეთი რამე შეიძლება ერთ-ერთი ვერსია ანუ ესე თქვათ რომ თქვენ რომ ჩვენებს დაელაპარაკოთ და უთხრათ რომ რახან ესე უნდა სურვილი აქვს და არ გვინდა რომ მოაგდეს ზიარებას და რახან ეხა თქვენ შეიძლება ეხლა არ აქვს საშუალება ამ მომენტში და თან სხვენიათ რომ მომუნათლავენ შეიძლება რაღაცა უნდა გააკეთონ ისა და მაგის გამო უწევთ ამ ყველაფრის გადატანა. სავარაუდოდ ალბათ ასეა, არ ვიცი, შეიძლება სხვა მიზეზია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ხდება ხოლმე. თუ ის თქვენ იმაზე დაგხვდებათ, რომ ჩვენ რომ მომუნათლოთ თქვა რა, ჩვენმა გუნდმა თქვა რა, ამ კუთხით რომ მომუნათლავთ რა და გეყოლებათ მონათლული შვილი. თქვენ ჩათვალეთ რომ სიურპრიზი გიკეთებთ რა და თუ არ იქნებით წინააღმდეგი თქვა და თუ ამბავს მით უმეტეს უნდა ეხლა ამ ყველაფერში ჩართულია და ასნაირად ამის გამო რომ უნათლავია აკლდება ზიარებას ხო შეუწყოთ ხელი არ შეიძლება ამდეხას ბავშვი იყოს მოუნათლავი არ შეიძლება ადამიანი ამდეხას იყოს მოუნათლავი იმიტომ რომ არ ძინავს ეშმაკს და ერთმა დაიფაროს რაღაცა რო იყოს მე ძალიან ერთმა დაიფაროს მე იქნება ძალიან იცი გული დაწყდება ყველას და ამიტომ ესე უნდა შევაგონოთ მშობლებს რაღაცნაირად აკიზათ და ესე თვილად რომ არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში რომ რავე მოუვიდეს მე სანონებლად გაუხდებათ და თუ რაღაცნაირად აი ესე თქვათ მოგზალებულად და ესე თქვათ ფარულად გაუღვივებთ შიშს რომ ასე დაფიქრდებიან მაშინ შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება ოღონდ ესე აშკარად და რაღაცა აი ისე რომ კიდე უხერხულში ჩავაგდოთ არა აკიზი ურთიერთობა საჭირო ამ შემთხვევაში იმიტომ რომ თუ ეხა სარწმუნოებრივად არ არის შესაბამისად ამდენი ხანი ბავშვი მოუნათლავიყავთ ეთქობა სარწმუნოებრივად ცოტა უჭირთ ამ კუთხით და რაღაცა მიდგომა არის საჭირო რომ რამენაირად ეს ბავშვი მოუნათლავთ ასე რომ თუ ჩვენ ამაში გამოგადგებით ამ შემთხვევაში მომძანის ისიც არ არის პრობლემა ჩამოვალთ საჭირო იქნება გაიხარეთ მადლობა მამა ხო და გივი მასწავლებელი საუთებ გივი ასლამაზაშვილი ესე უწერია მცხეთა ხო და გივი მინდა რომ მოვიკითხოთ ჩვენ ერთი კაი მოსანათლი ბიჭი რო ყავდა იქ როიტირა მონათლა მინდაო აბა გაიხსენე გივი და მე შენ შეეხმიანე ერთი საღამშვიდობის კიდევ ერთხელ ხო ჩვენ ვაზიანში რო ვიყავით ხო ვაზიანში არ იყო მონათლავი თუ ძალისში ვაზიანში დირექტორს მოკითხე უბრალოდ და იგივე უთხარი რომ აი მამა ზაქარიამ თქვათო და იქნება მიიღონ ეგა და აგე ორივე ჩამოვიყვანოთ და თუ არა და ჩვენ ჩავიდეთ სადმე და ყოველ შემთხვევაში ჩვენ შევთავაზოთ და თუ არა და დიდება უყვარს თვითონ იციან არაფში ხوار მომნათლოთ არაფში აუ ყველაზე კაი ეგ იქნება ხო მაგათთან ახლოსი ქსანი ჩამოწევთ ხოთის ცაზე მომნათლო და ავიდეთ მერე მონათლულები მეც მყავს ერთი მოსწავლე მოსანათლი ლაშა გიორგის კლასელი და აი გვადარდებს ეგ ძალიან ხო და მაგ ახლა ჩვენზე არაჩვეულებრივი პროექტი გველოდება წინ რაღაცა აქცია ასე თქვა ნახეთ მამა რა მაგარ მოვიფიქროთ სადღეს ასწავლოთ ნახე იაფიდან გიჯდება თქო უთხრა თქვენი ნათლები აქცია თქვა დელი უფასოდ თქვა აი აუცილებლად მოვიკითხავ
ოპერატორი უფასოდ, ფოტოგრაფი უფასოდ. აბა ეგ არის ყველაფერი კაცო. მე ყველაფერი ვიცი რომ ჩვენი სამყვარელი მარიამი ებელაშვილი ახმეტაში ყოველთვის ეზიარება, ვიცი რომ ჭაბაშვილები თამარიანიდან ყოველთვის ეზიარებიან, ვიცი რომ ჩვენი ლუიზა არაცდენს წირვა-როცებს და ყოველთვის დადიან და ვიცით რომ ჩვენი ხათუნა მასწავლებელი მედავითნია და ყოველთვის დადიან პირვაზე. ჩვენი ოლიკო ვიცით რომ სულ ტაძარში ცხოვრობს და ტაძრის და მონასტრის გარეშე არ არის არასდროს. ასევე ვიცით რომ ჩვენი ნინო მასწავლებელი შაშიანიდან ყოველთვის ტაძარშია და ბავშვებთან ერთად შაშიანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ამ პროექტში და კალაურში კიდე თამარ მასწავლებელი ყავს, აქ კი არ შემოდის ხოლმე, მაგრამ მედავითნია და წირვას არ აცდენს და თამარ ჩვენი ესე იგი ამონაშვილი. ერთი სვიმონის ხმაც გავიგოთ რა ჩვენი სამყვარელი სვიმონის. მარიამ შენ ახარ თუ თამარ შენ ახარ? მე ვარ მე. აბა მიდი სვიმონ ჩაურთე ერთი სვიმონის ხმა გავიგოთ. ქრისტე აღსდგა სვიმონი. იყოს. მიდი ხმა ჩართე. შედავ სვიმონი დროშის ქვეშ, მაგრამ ეგე მოვიდა ხმა ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. აბა გითხარი რა ხდება სვიმონი შენსკენ? მშვიდობა, დიდება უფარს და მადლობა უფარს. დიდი სიამოვნებით სიყვარული შეხვდით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. აღდგომის ღამეს არა დიდ ხუთშაბათს ვეზიარეთ და ასე სიხარულით და ბედნიერად ვართ. ყოჩა, გაგახაროს ღმერთმა. ნელა მოგვიკითხე დიდი სიყვარული. ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად აღსდგა. გენაცვალეთ, გეფერებით ყველა ჩემო ძვირფასებო. დაიხარეს. ეთო მასწავლებელო. მიყვარხართ გულში. სოფლიოში ყველაზე მაგარი ადამიანია ეთო მასწავლებელი. აგერა კაი ბავშვები შემოყავს ხოლმე. ეს ელენე არის? ქრისტე აღსდგა. კარგი, აღარ გადავღალოთ. მოკლედ მიყვარხართ ყველა. აქეთ ხაშურლები, იქით შაშიანელები, კახელები და მარიამ ბერიკაშვილს დიდ სიყვარულს შეუძლი ბარბარე ხარატიანს, ყველას გეფერებით. აბა დროებით ქრისტე აღსდგა, აგე სიყვარული წამოვიდა, აბა წითელი გულები, სააღდგომო გულები და დავამთავროთ. ქრისტე აღსდგა.